რეზონანსული საქმე ფინალურ ეტაპზე 6 თვიანი განხილვების შემდეგ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. დღეს ადვოკატი დასკვნით სიტყვას ამბობს. დაცვის მხარე საქმეში არსებული მტკიცებულებების არარსებობაზე და მოწმეთა ყალბჩვენებებზე მიუთითებს და ჟურნალისტის დაკავებას უკანონობად აცხადებს. ადვოკატის განმარტებით სასამართლო განხილვები არც ერთ ეტაპზე სამართლიანი არ ყოფილა. ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედაობიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. დღევანდელი პროცესი დაკავებულის მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები, დიპლომატები. პროცესს ესწრება ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი. თეა აფსარიძეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ბათუმის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. თეა, რა ხდება ამ წუთებში სხდომაზე? დიახ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნული სხდომა ზუსტად 13 საათზე დაიწყო. დაახლოებით 7 საათის განმავლობაში სასამართლოს წინაშე საუბრობდა ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მისი განცხადებით, მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. იგი ამბობდა, რომ ამაღლობელი არის კანონმორჩილი ადამიანი, პროფესიონალი ჟურნალისტი, პატიოსანი მოქალაქე და იგი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. მან ასევე მიმოიხილა ამაღლობელის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტი და განაცხადა, რომ სწორედ ამ პროექტების განხორციელების შემდეგ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა დღესაც სასამართლოს გადაღების საშუალება და სწორედ ამიტომ ვერ გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებებს. ნინო სახელაშვილმა მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ დღესვე უნდა მოხდეს და დღესვე უნდა ამოიწუროს ადვოკატების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. ამ წუთებში კვლავაც გრძელდება სასამართლო პროცესი. აღნიშნულ პროცესს ესწრებიან როგორც ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აქ სხდომას ესწრებიან ამაღლობელის ოჯახის წევრები, ახლობლები, მედიის წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სხდომის პარალელურად სასამართლოს გარე პერიმეტრზე დღეს დილიდან იმართება საპროტესტო აქცია, იგი ამ წუთებშიც გრძელდება. აქ იმყოფებიან მზია ამაღლობელის მხარდაჭერები, მათ შეუერთდნენ თბილისიდანაც ადამიანები. სხდომის პარალელურად სააქტო დარბაზშიც კი სასამართლო დარბაზშიც ისმოდა სკანდირება თავისუფლება მზიას. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, როგორც უკვე გითხარით, სხდომა 13 საათზე დაიწყო და იგი ამ დრომდე გრძელდება. ამ საქმისგან ჩემი აზრით დარჩა მხოლოდ ერთადერთი სილის გაწვნა. თავდასხმაზე იყო აქცენტი, რაღაც პატაკზე იყო საუბარი, რომ მზიამ დავალება მიიღო. მგონი არაფერი არ გამოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი ამ 7 თვის განმავლობაში მზია არის უკანონო პატიმრობაში, მის მიმართ ადგილი აქვს ორკესტრირებულ თავდასხმას სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან. ის უნდათ რომ გამოიყვანონ პოლიციელზე თავდამსხმელად, რაც არის ღიმილის მომგვრელი. ამბობენ, რომ 700 პოლიციელისთვის, რომელიც აჭარაში მუშაობს, თურმე საფრთხეა და მათ თავად აქციეს სამართალდამცავი ორგანოები კომიკურად. მაინც უნდა არსებობდეს იმედი, რაც არ უნდა საფუძველი არ ქონდეს ჩვენს მოლოდინს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანმა იმედი არ ქონდეს და არ იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება მაინც სასწაული მოხდეს. ამავე დროს ყველაფრისთვის უნდა ვიყოს მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი, როგორც ახლა ვთქვი, არის და იქნება განაჩენი ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში. მოსამართლე, პოლიციელი, გებუაძე თუ რა ქვია იმას და რაც დაირქმება მერე ისტორიაში წითელ ლოყა თუ რაც არის და ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, ქართული ოცნების ყველა ის პასუხისგებელი პირი, რომელიც ამაში მონაწილეობს. 7 თვეა მზია ამაღლობელი, რაც პატიმრობაში იმყოფება სილის გაწვნის გამო, მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლოს სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია მოსამართლე გამოაცხადებს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ კვლავაც გადაიდება იგი.
მადლობა თეა აფსარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.